დავიწყებ მოკლედ ამბების ქრონოლოგიურად მოყოლას და გავიხსენებ გუშინდელ შემთხვევას, როცა ფაქტი დაფიქსირდა მომხდარიდან დაახლოებით რამდენიმე წუთში ვიყავი უკვე შემთხვევის ადგილზე და იქ დამხვდა ძალიან ბევრი ადამიანი შეკრებილი ტერიტორიაზე, რომლებიც ცხადია ითხოვდნენ მედია საშუალებების ყურადღების მიქცევას და მათი ხმის საჯაროდ მიწვდენას. მე ჩავდე პირდაპირ ეთერი შემთხვევის ადგილიდან და იქ მყოფი ადამიანების ხმა მივაწვდინე ხელისუფლებას. უნდა ითქვას ის, რომ საკმაოდ კრიტიკული განწყობები იყო ადგილზე. ყველა მათგანი, ვინც კი პირდაპირ ეთერში საუბრობდა აჯარა თაიმსის ხაზს უსვამდა იმას, რომ ადგილზე არ იყო სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები დაცული. საუბარია კერძოდ იმაზე, რომ არ იყო ტერიტორია შემოსაზღვრული არც მსუბუქი კონსტრუქციით, არც მათ შორის მასშტაბური მყარი, თქვათ ჯებირით, რის გამოც ტერიტორიაზე ნებისმიერ პირს ჰქონდა იმის შესაძლებლობა გადაადგილებულიყო თავისუფლად. ყველა მათგანი ითხოვდა პასუხს კითხვაზე, თუ რატომ არ იყო სამშენებლო უსაფრთხოება ადგილზე დაცული, რასაც ისინი მოითხოვდნენ მშენებლობის დაწყების დღიდან. ეს კომენტარები, როცა მოვისმინეთ ამ ყველაფერს ვაჩვენებდით პირდაპირ ეთერში, დაახლოებით 1 საათის შემდგომ ჩვენ ვნახეთ ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ ადგილზე. საუბარი არის საჯარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრზე, ასევე ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეზე. აი, სულხან თქვენ ახსენეთ აჯარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, უფრო მეტად რომ გავშალოთ ეს კონტექსტი, მოვისმინოთ ეს კომენტარი, მისი და შემდეგ უკვე განვაგრძოთ საუბარი ამ თემაზე. ტრაქტორები რატომ მუშაობს შენებლობა რომ მიმდინარეობს? ეს შემოღობილი არა. წინა სამშენებლო სამუშაოები, წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მოგეხსენება დასრულდა ტენდერი, მიმდინარეობს წინა სამშენებლო მოსამზადებელი ლენტით არ უნდა იმიტომ მუშაობს ტრაქტორები, იმიტომ მუშაობენ, როდის მიხარ? ლენტი სად არის? ეხლა რო დაიღუპა ბავშვები, მაშინ შემოვარტყეს ლენტი. მანამდე სად იყო? მანამდე სად იყო? იმ ხელა ორმორო იყო იქ. მანამდე სად იყო ლენტი? და იმ ხელა ორმორო იყო. ერთი წელი იყო ლენტი მან. აი, სწორედ ამ ნაწილში ისმოდა მათ შორის ქართული ოცნების წევრის მხრიდან განცხადება კომენტარი იმის შესახებ, რომ აი მშვიდობა მნიშვნელოვანია და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა კონცენტრირდეს. აი ამ კომენტარის შემდეგ, ამ განცხადების შემდეგ რა რეაქცია ჰქონდათ ადგილობრივებს, რა კითხვებზე ითხოვდნენ ისინი პასუხებს? დიახ, ეს ერთ-ერთი ეპიზოდია, რაც ძალიან კარგად აღწერს იქ განვითარებულ მოვლენებს. მე ვთქვი ის, რომ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ხალხი ცლავდა მნიშვნელოვან კითხვებს და გამოკვეთავდა ხელისუფლების პასუხისმგებლობას და ითხოვდნენ ადგილზე ხელისუფლების მისვლას. 1 საათის შემდგომ, როცა მოვიდნენ ეს ადამიანები, ვითარება შეიცვალა ამ ორ პიროვნებას. საუბარი არის ჯაბა ფუტკარაძესა და ირაკლი თავდგირიძეზე. მოყვა რამდენიმე პირი, რომლებიც არიან, ჩვენ ვიცით, ამ ქალაქში ქართული ოცნების მხარდამჭერები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ ჩემი და ბათუმელების ჟურნალისტის მისამართით. ჰქონდათ ასე თქვათ უცნაური მოთხოვნა, რომ ჩვენ არ უნდა დაგვესვა კითხვები, ხელისუფლების წარმომადგენლები არ უნდა შეგვეწუხებინა და იმ დროისთვის არ იყო ის მომენტი, რომ ჩვენ სამშენებლო უსაფრთხოებაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაგალითად აჯარა თაიმსი ყოველთვის გამოირჩევა პროფესიული ეთიკის დაცვით და ასეთ დროს არ ვართ ისეთი მედია, რომელიც თქვათ ცილი დასამონ, რომ ჩვენ პარტიული ინტერესები გაგვაჩნია და რაღაცა მიკერძოებით ვაშუქებთ ამ მოვლენებს. ასეთ ფაქტს ვერ გაიხსენებენ ჩვენ შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობდნენ ჩვენს ხელშეშლას. ასე ვთქვათ, რამდენიმე პიროვნება, რომელიც აგრესიულად გამოირჩეოდა ბათუმელებისა და აჯარა თაიმსის მიმართ, ეს ორი პოლიტიკოსი მოაქციეს, ასე ვთქვათ, ალყაში და მასთან მიახლოების შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. სხვათა შორის ჩვენთან ერთად კრიტიკულ კითხვებს ვამდნენ რამდენიმე ადგილობრივი და ხელისუფლების წარმომადგენლებს თხოვდნენ პასუხს სამშენებლო უსაფრთხოებაზე, თუმცა
ეს ადამიანები პირდაპირ ეთერში იხილა საზოგადოებამ ძალის გამოყენებით გაყავდათ ტერიტორიიდან პირზე ხელს აფარებდნენ და მათ სათქმელს ცდილობდნენ რომ პირდაპირ ეთერში არ გახმოვანებულიყო. საინტერესო არის ის დეტალიც რომ ცხადია გუშინ განვითარებული მოვლენების შემდგომ უკვე მოგვიანებით იმდენად კრიტიკულად დაიძაბა ვითარება მედია საშუალებების მიმართ იყო აგრესია, გინება და შეურაცხყოფა მე პირადად თავი უსაფრთხოდ აღარ ჩავთვალე იმ ტერიტორიაზე და დავტოვე ის ტერიტორია მოგვიანებით თუმცა დღეს კიდევ ერთხელ ავედი რადგან მაყურებლისთვის მეჩვენებინა თუ რა ხდებოდა უკვე დღის შუქზე მიმდებარე ტერიტორიაზე და მე ვაჩვენე ის რომ მიუხედავად იმისა რომ სამშენებლო პროცესი უკვე დაწყებული არის ტერიტორიაზე ტერიტორია დღესაც არ არის შემოსაზღვრული სამანქანე გზა და ტერიტორია ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული არ არის გამოყოფილი და იმ ტერიტორიაზე ნებისმიერ პირს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება მათ შორის არის რამდენიმე ტერიტორიაზე 40 წყლით სავსე და ჩვენ ვიხილეთ გუშინ რომ ამ ორმოში ჩაწვიდნენ ბავშვები და რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ ვისაუბროთ ბათუმში კობახიძის სტუმრობაზეც დიახ, დღეს როცა მივედი ტერიტორიაზე და ყველაფერს ვაჩვენებდი პირდაპირ ეთერში და მაყურებელს უყვებოდი და ნათლად ვაჩვენებდი დღის შუქზე რომ ტერიტორიაზე ნამდვილად არ იყო სამშენებლო მდგომარეობა დაცული ორი პირი კიდევ მათ შორის ვინც გუშინ იყო გამორჩეული ამ აგრესიით დღეს დამიპირისპირდნენ პირდაპირ ეთერში ტექნიკის დაზიანებაც სცადეს რაც თქვენ უკვე კადრებში აჩვენეთ და მე უკვე იმ ტერიტორიას გამოვეცალე იმიტომ რომ დავინახე ძალიან დიდი საფრთხე იმისა რომ ჩემს ჯანმრთელობასაც ზიანი მიეყენებინათ აღსანიშნავია ის გარემოება რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ის დაახლოებით ერთი კვირის წინ თქვენ აღნიშნეთ რომ პომპეზურად ხელისუფლებამ დაანონსა ახალი კორპუსების მშენებლობა და ნიშანდობლივი არის ისიც რომ ამ პრეზენტაციაზე ის მედია საშუალებები არ ვიმყოფებოდით რომლებიც ვსვამთ განსხვავებულ კითხვებს საუბარი არის ონლაინ მედია ბათუმელებსა და აჭარა ტაიმსზე რომლებიც ამ რეგიონში გამოირჩევიან კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამას ეს არის ნორმირებული ამ რეგიონში რომ არ გვეძახიან საჯარო შეხვედრებზე, რადგან ჩვენ ვსვამთ განსხვავებულ კითხვებს და ხელისუფლებას უქმნით ხშირ შემთხვევაში დისკომფორტსა და უხერხულობას. ამ პრეზენტაციის შემდგომ ჩვენ ვნახეთ ის რაც მოხდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კორპუსები, რომელიც აშენდა ამ ტერიტორიაზე, რამდენიმე თვის წინ და გადაეცათ იქ მცხოვრებლებს, აჭარა ტაიმსმაც აჩვენა ეს რამდენიმე კვირის წინ და იქაც არ არის უსაფრთხოება დაცული ბავშვების, კერძოდ საუბარი სულხან თქვენი გამოსახულება ცოტა სხვაგვარად ჩანდა რომ გავასწოროთ ტექნიკურად და შეგიძლიათ თან საუბარიც განაგრძოთ. მოდი შევხვდით ტექნიკური ხარვეზის გამო. წესით უნდა გასწორდეს. შეგიძლიათ საუბარი განაგრძოთ. დიახ, საუბარი არის იმაზე, რომ რაჩვენებამდე რამდენიმე თვის წინ კადრებში ხედავთ თქვენ კორპუსები გადასცეს იქ მცხოვრებლებს, თუმცა იქაც არ არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული. საუბარი არის იმაზე, რომ ამ დღეს, ამ წუთებშიც იქ რამდენიმე თვის წინ დაწყებული პრობლემაც არის აქტუალური. საუბარი არის იმაზე, რომ საკანალიზაციო სისტემა არის გაუმართავი. ჭები არის თავღია, ლუქები არის თავღია და ფეკალიები მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება და ასე ვთქვათ, კორპუსები არის ფეკალური მასების ირგვლივ ჩაფლული და საინტერესო არის ის გარემოება, რომ ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენ ამას ვაშუქებდით რამდენიმე თვის წინ, თუმცა სამუშაოები დაწყებიდან მალევე მიატოვეს და დატოვეს ღია მდგომარეობაში არხები და ამ არხები ახლა არის წყლით სავსე. და იქ არის გუბეები. დღეს ვაჩვენეთ ეს პირდაპირ ეთერში და არის საფრთხე იმისა, რომ ამ ღია არხებში, წყლით სავსე ღია არხებში ჩასვიდნენ ბავშვები და არ არის დაცული მათი უსაფრთხოება. დიდი მადლობა.